რა საინტერესო იქნებოდა დედამიწის ოკეანეები ერთი დღით რომ გამქრალიყო, არა? წარმოიდგინე რომ როგორც მკვლევარი, წასულიყავი ამ ამბის გამოსაძიებლად, ჯერ გაივლიდი კონტინენტურ შელფს, ჩახვიდოდი კონტინენტურ ფერდობზე და გადაკვეთდი აბისალურ ვაკეს. ნახავდი უზარმაზარ ღრმულებს, რომლებიც მიწაში ღრმად ჩადიან და მთებს, რომლებიც კონტინენტების ნებისმიერ მთაზე მაღალია. და ალბათ დაფიქრდებოდი კიდეც, რა იწვევს ასეთი დრამატული ლანდშაფტების წარმოქმნას. დედამიწის ლითოსფერო, რომელიც დედამიწის ქერქისა და მანტიის ზედა ნაწილისგან შედგება, დაყოფილია დიდ თავსატეხივით ნაწილებად, რომლებსაც ეწოდება ტექტონიკური ფილები. ეს ტექტონიკური ფილები მილიონობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა მოძრაობენ მანტიის იმ ნაწილზე, რომელიც ლითოსფეროს ქვემოთ მდებარეობს და რომელსაც ასთენოსფეროს უწოდებთ. არსებობს ტექტონიკური ფილების ორი ტიპი: ოკეანური ფილები და კონტინენტური ფილები. კონტინენტური ფილები ალბათ მიხვდებოდი კონტინენტებს ქმნიან, ოკეანური ფილები კი ქმნიან ოკეანის ფსკერს. ოკეანურ და კონტინენტურ ფილებს შორის მთავარი განსხვავება არის მათში არსებული ქერქის ტიპი. ანუ ისინი შედგება სხვადასხვა სახის ქანებისგან. კონტინენტური ქერქი შეიცავს ბევრ გრანიტს, რომელიც მაგმური ქანია. ეს ნიშნავს, რომ ის წარმოიქმნა გამდნარი ქანისგან. ოკეანური ქერქი კი შეიცავს ბევრ ბაზალტს, რომელიც ასევე სხვა ტიპის მაგმური ქანია. განსხვავება ამ ქანებს შორის ნიშნავს იმას, რომ ოკეანური ქერქი კონტინენტურ ქერქზე მეტად მკვრივია. თუ კონტინენტური ქერქიდან 1 კუბურ სანტიმეტრ ქანს აიღებ, ის იქნება დაახლოებით 2,7 გრამი. და იგივე რომ ქნა ოკეანური ქერქისთვის, მაშინ აღებული 1 კუბური სანტიმეტრი იქნება 3 გრამი. დაახლოებით. მიუხედავად იმისა, რომ სიმკვრივეში ეს სხვაობა შეიძლება დიდი არ ჩანდეს, ის სრულად ცვლის ტექტონიკური ფილების ურთიერთქმედებას. ოკეანური ქერქის მაღალი სიმკვრივის გამო ოკეანური ფილები ასთენოსფეროში კონტინენტურ ფილებზე ოდნავ უფრო მეტად იძირება. როდესაც ოკეანური ფილა სხვა ფილას ეჯახება კონვერგენტულ საზღვარზე, ის ყოველთვის ემორჩილება შემდეგ წესს. უფრო მკვრივი ფილა ყოველთვის ექცევა ნაკლებად მკვრივი ფილის ქვეშ. როდესაც ოკეანური და კონტინენტური ფილა უახლოვდებიან ერთმანეთს, უფრო მკვრივი ოკეანური ფილა ჩაიძირება. და როცა ის შემთხვევა გვაქვს, რომ ორი ოკეანური ფილა ეჯახება ერთმანეთს, მაშინ უფრო ძველი და უფრო მკვრივი ფილა რომელიცაა, ის მოექცევა უფრო ახალი და ნაკლებად მკვრივი ფილის ქვეშ. შემდეგ დროთა განმავლობაში უფრო მკვრივი ფილა, რომელიც ქვემოთ მოექცა, გადამუშავდება ასთენოსფეროში. იმ ადგილს, სადაც ფილები ერთმანეთს ეჯახება, უწოდებენ სუბდუქციის ზონას. და როდესაც უფრო მკვრივი ფილა ქვეშ მოექცევა ნაკლებად მკვრივ ფილას და როცა მოიხრება მის ქვეშ, ეს წარმოქმნის ღრმულს. ყველაზე ღრმა არის მარიანას ღრმული, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც წყნარი ოკეანის ფილა მარიანას ფილის ქვეშ ექცევა. ეს ღრმული არის დაახლოებით 11 კილომეტრის სიღრმის. ასთენოსფეროში ჩაძირული ფილა ხშირად შეიცავს წყალს და სითხეებს. ეს სითხეები ცხელდება და ზედაპირზე ამოდის. ცხელმა სითხეებმა შეიძლება მანტიის ქანების ნაწილები აქციოს მაგმად, რომელიც შემდეგ ზედაპირზე წარმოქმნის ვულკანებს. შეიძლება გაგიჩნდა ესეთი კითხვა, თუ ოკეანის ფსკერი მუდმივად ნადგურდება, მაშინ რა უშლის ხელს დედამიწას, რომ არ შემცირდეს ზომაში? საქმე ისაა, რომ ასევე მუდმივად იქმნება ახალი ფსკერიც. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს შორდება დივერგენტულ საზღვარზე. როცა ორი ფილა სადღაც ოკეანის შუაგულში ერთმანეთს შორდება, ეს წარმოქმნის ერთგვარ წყალქვეშა მთათა სისტემას და ამას ეწოდება შუა ოკეანური ქედი. ინგლისურად ამას უწოდებენ Mid-Atlantic Ridge. ამ ფილების დაშორების ადგილას შუა ოკეანური ქედი, სადაც წარმოიქმნება, ამოდის მაგმა, ციუდება და ქმნის ახალგაზრდა ლითოსფეროს. მთელი ეს პროცესი საკმაოდ გავს კონვეიერის პრინციპს. იქმნება ახალი ოკეანური ფსკერი ქედებზე და მილიონობით წლის განმავლობაში შორდება ამ ქედებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ქედთან ყველაზე ახლოს მდებარე ოკეანური ქერქი არის ყველაზე ახალგაზრდა და რაც უფრო მოუშორდებით ამ ქედს, უფრო და უფრო ძველი ხდება. შემდეგ ასაკთან ერთად ქერქი ციუდება და ხდება უფრო მკვრივი და საბოლოოდ ის ისევ იძირება ღრმულებში ასთენოსფეროში. ოკეანის ფსკერი არის ჩვენი პლანეტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შეუსწავლელი ნაწილი. ასე რომ თუ ოკეანეები დაიცალა, არ დაგეზაროს და წადი გამოიკვლიე აუცილებლად.